მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში წარმოგიდგენთ ჩემს W212 Mercedes, რომელიც განვაახლე და ამ ვიდეოში წარმოგიდგენთ ყველა დეტალს თუ რა შეიცვალა ამ ავტომობილზე. მოკლედ გამოვედით ერევალზე, საკმაოდ კარგი ადგილია, სიწყნარეა, თუ არ ჩავთვლით აქ ავტომობილების მოძრაობას. და ახლა გადავიდეთ ყველა დეტალზე თუ რა შეიცვალა ამ ავტომობილზე, ვისაც გაინტერესებთ როგორ გამოიყურებოდა ეს ავტომობილი მანამდე, სანამ შევცვლიდი, შეგიძლიათ ამ ვიდეოს კომენტარებში გადახვიდეთ და კომენტარებში ნახავთ ძველ ვიდეოს თუ როგორ გამოიყურებოდა ეს ავტომობილი მანამდე. კარგი, გადავიდეთ ახლა წინაცვლზე და ნახოთ დავიწყოთ განხილვა. ეს ავტომობილი არის თეთრი ფერი, როგორც ხედავთ, თეთრი მარგალიტია და როგორ ვიზუალზეც ახლა არის ეს ავტომობილი, ამ ვიზუალზე დიდი ხანია მინდოდა რომ მომეყვანა რა. ეს ფარები ჩავაშავე, გადავაკარი, ესეც ცხაურა, რომელიც სტანდარტულია და ზოგადად ეს შავ კრასკას ვერ იჭერს, იმიტომ რომ ნიკელია და მიწევს 3 თვეში ან 4 თვეში ერთხელ გაკრასკვა რა. ანუ კრასკის დაჭერა უჭირს ზოგადად ნიკელის დეტალს. ასევე ეს გალოგენებიც ჩავაშავე, გადავაკარი შავი ფერი. გვერდიდანაც სტოპის ნიშანიც გავაშავე და დავამატე ეს დამატებები. ნახეთ ტუჩი, რომელმაც გამოკვეთა წინაცხვირი და ავტომობილი საკმაოდ აგრესიულად გამოიყურება, რა ესე ვთქვათ. ცოტა აგრესიულობა მოემატა ახლა. გადავიდეთ გვერდით მხარეზე. გვერდით მხარეს თავისი დისკები ჩავაშავე. თუ ამ ვიდეოს კომენტარებში გადახვალთ, ნახავთ როგორი დისკები იყო ეს. ახალი დისკები არ შემიძენია, ეს ჩავაშავე და დაჯერობით მომწონს, მაგრამ ფიქრობ რომ დავაყენო 19-იანი და ასევე პლიანიცებიც დავყენო, ანუ გამოვწიო და ვისაც 212 ყავთ, ძალიან გთხოვთ დაწერეთ კომენტარებში რა ზომის პლიანიცები მოუხდება რა. ანუ 3-ები დავაყენო თუ უკან 3 და წინ 2. ხო, ეს დისკები ჩავაშავე, რომელიც სტანდარტულია, ასევე კარნიზის დამატებების გავუკეთე. ანუ ეს დამატებები თუ გაინტერესებთ, ახლა გამოჩნდება ნომერი, რომელსაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და თქვენ შევუკეთოთ თქვენი ავტომობილისთვის. ეს კარნიზი ესე გამოიყურება გვერდიდან. ასევე დაემატა უკანა ბუფერზეც ეს შიტოკი და უკან არის საკმაოდ აგრესიული სპოილერი, რომელიც არის CLS-ის სპოილერი, ანუ ხშირად CLS-ებზე გვხდება ეს სპოილერი. ასევე დაემატა დიფუზორი და 4 ნასადგა. აი ნახეთ, რომელმაც საკმაოდ აგრესიული გახადა რა. რაც შეეხება ახლა ძრავზე, ხშირად მეკითხებით, რა ძრავიაო რა. 6.3 არ გეგონათ მეგობრებო, ეს არის 2.2 CDI, ანუ დიზელი და ნუ ეკონომიურობის მხრივ მყავს ეს ავტომობილი რა, საკმაოდ ეკონომიურია და ვიზუალურადაც სპორტულ ვიზუალზე მოიყვანე რა. სიმართლე რომ გითხრათ, დიდად დრაგი და დრიფტისთვის არ შემიძინია ეს ავტომობილი, უფრო ეკონომიური მიზნით შევიძინე და ეხა ეკონომიურს არ გავს, მაგრამ საკმაოდ ეკონომიური ავტომობილია რა. ესე დამგვარად მოკლედ დაგათვალიერებინეთ ჩემი ავტომობილი. კომენტარებში შეაფასეთ თუ როგორ მოგწონთ, რას შეუსწრიდით, ასევე რას დაამატებდით, თქვენი ვარიანტიც გამიზიარეთ ძალიან გთხოვთ კომენტარებში. სულაც იყო მეგობრებო, ვიდეო ამით დასრულებულია. გამოიწერეთ არხი, ასევე გააქტიურეთ ზარისხილაკი და თქვენ აღარ გამოგრჩებათ ახალი და საინტერესო ვიდეო გაკვეთილები და ასევე ვლოგები.